თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბურჭულაძის ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია შეედება. დღევანდელ პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლა და გათავისუფლება მოითხოვა. ბურჭულაძის თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს საჭიროებს და პენიტენციურ სისტემაში შესაბამის მომსახურებას ვერ იღებს. ბურჭულაძის გართულებული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დიმიტრი მიხეიძემაც დაადასტურა. მოსამართლე ლევან გელოვანის თქმით, ამ დრომდე მიუთითებდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმარი ჯანდაცვის მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი. გამოდის ასე არ ყოფილა დაამატა მოსამართლემ. ბრალდების და დაცვის მხარე შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობენ. ბატონო მოსამართლე, თქვენი კითხეთ არსებითად რა შეიცვალა და ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამას ვადასტურებდა, ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ მასაჟები და ასე შემდეგ, რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში. არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ იკურნება. ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში მკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ. დღევანდელ სასამართლო პროცესს ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ღუდუშაური წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. პროკურორ ანა ლეკიაშვილის თქმით, ღუდუშაურმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რის გამოც წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი ხაინდრავა, ვასილ მხეიძე და ვლადიმერ ღუდუშაური 27 ივლისს დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას ედავებიან და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. სუსის ვერსიით, ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ბურჭულაძის ახლო ნათესავის დახმარებით სამინისტროს მიერ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. ოცნების ყოფილ თავდაცვის მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.